შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. საუბარია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ბრალდებაზე. გამოძიების ინფორმაციით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 2 მოქალაქეზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება მორფინის უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მორფინი და ბუპრენორფინი, რომელთაც ბრალდებულები მართსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება მორფინის უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელსაც ბრალდებულები მართსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.